გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბიუჯეტი წინასწარი მონაცემებით 5 მილიონი ლარით გაიზრდება. ამის შესახებ თრიალეთის მერის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი დალით ლაშაძე ესაუბრა. მისი განმარტებით პრიორიტეტები უცვლელია: ინფრასტრუქტურა, განათლება და სოციალური მიმართულება. ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს განსახილველად 2 კვირაში გადაიცემა, მისი დამტკიცება კი წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. არსებობს საკვირველია უკვე პროექტი ჩარჩო, რომელიც უკვე უნდა წარმატკინოთ დაახლოებით 2 კვირაში საკრებულოში. ძირითადი პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, არის შენარჩუნებული, ეს არის ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, არის განათლება, საბავშვო ბაღების დაფინანსებაც არის პრიორიტეტი ხოლმე უკვე ეს საკმაოდ თანხებთან არის უკვე დაკავშირებული, სუბსიდიით უზრუნველყოფა ამ აიპის და ასევე სხვა აიპებისაც. და ძირითადად იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბიუჯეტი განსაზღვრული. სავარაუდოდ რამდენი იქნება? დაახლოებით 5 მილიონამდე იქნება და კიდევ ალბათ სახელმწიფოდან გამოყოფილი ტრანსფერიც, რა თქმა უნდა, იქნება დამატებული შემდეგში. ეხლა გვაქვს 116 და ალბათ 120 მილიონამდე. Как не бабочка.